ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში აღკვეთილ იქნა 50 მილიონი ლარის ღირებულების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საქართველოს დანიშნულების შემოტანის მცდელობის ფაქტი. მებაჟი ოფიცრების მიერ შესაბამისი რისკის მოდულების დამუშავების შედეგად წითელი ხიდის გავლით შეჩერებული იქნა მარმარილოს ფილებით დატვირთული საწვირთო ავტომობილი, რომლის მისამელის დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი იქნა 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება საწვირთო ავტომობილის მისამელში მარმარილოს ფილებთან მიმსგავსებულ ნაკეთობებში მალულად იყო განთავსებული. შემოსავლების სამსახური დამატებით კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების უმკაცრესი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.